ჭიათურისთვის მაღარო არის საარსებო წყარო. ჭიათურის მაღაროზეა დამოკიდებული მთლიანად ჭიათურის ეკონომიკა. მიბმადია ეკონომიკა მთლიანად. თუ მაღარო არ იარსებებს, თუ მაღარო არ იმუშავებს, ვერ იმუშავებს ვერცერთი მაღაზია. ხალხი დარჩება მშიერი, ქალაქი წაიშლება, ქალაქი დაიცლება. და ამ ყველაფრის ამუშავებას ვითხოვთ ოღონ ღირსეული შრომით, მაგრამ შემოიყვანეს ხალხი, რომლებიც ცდილობენ ჩვენ ღირსება აგვყარონ და როგორც მონები გვამუშაონ ისე. მაგრამ მათ ისიც კი არ წარმოუდგენიათ, რამხელა ვაჟკაცობა ჭირდება მაღაროში შესვლას, მანგანუმის მოპოვებას და აქედან გამომდინარე ჩვენ არც არავის მათრახის არ გვეშინია, არავის და არც არავის ხელბორკილების არ გვეშინია. ყველანი მზად ვართ, რაც უფრო მეც დაგვიჭერენ, მით უარესი მათთვის, იმიტომ რომ იქიდანაც კი ბუნდს დავიწყებთ, იქიდანაც კი გამარჯვებული გამოვალთ. არაფრით ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასათმობი ვინმე კომპანიისთვის. ჩვენია ქალაქი და ჩვენ უნდა დავიცად. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ქალაქში და ჩვენ უნდა ვიშრომოთ ამ ქალაქში. ოღონდ ღირსეულად, უღირსებით, მათარახით, მონობის უღელით არავინ არ ვაპირებთ მუშაობას და თუ კი ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, ყველას წინ დაუდგებით და არ შეუშვებთ, არ ვამუშავებთ, არ მივცემთ არც ერთ ჩვენ თანამოქალაქეს, რომ იყოს ვინმეს მონა. შეადგინეს ესეთი 7 პუნქტიანი ხელშეკრულება და პირველივე პუნქტში წერია, რომ უნდა მოვაწეროთ ხელი სამსახურიდან განთავისუფლებას, შემდეგ კონკურსის წესით მიგვიღებენ ისევ სამსახურში. როდესაც ჩვენ თვითონ კომპანიამ 7 მარტს SMS-ები გამოგვიგზავნა და სამსახურიდან მოგვხსნა. ამდენად საზიზღრები არიან და ამდენად მატყუარები არიან. 7 მარტს მოხსნილ ხალხს კიდევ ერთხელ უნდათ რომ მოგვხსნან სამსახურიდან. მეორე, უნდა დაიწყოს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის მომხრე ჩვენც ვართ, რა თქმა უნდა. ოღონდ რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს კანონიერად და არა ისე, როგორც ესენი აკეთებენ. მესამე, უნდა ჩატარდეს მონიტორინგი მაღაროებში. მაღაროებს. აი ის სამთოელები, ვინც იმ მაღაროებში მუშაობდნენ, იმაზე უკეთესად ვერავინ ვერ შეაფასებს. ამიტომ მათ შეფასების პროცესში უნდა იყვნენ უშუალოდ მაღაროელები ჩართული. ასევე სამხრივი კომისია, რასაც კი ჯანდაცვის სამინისტრო, პროფკავშირი და დამსაქმებელთა გაერთიანება მოისაზრებს, იქ უნდა იყოს ჭიათურლების ხმა და არა მარტო პროფკავშირების ხმა. რადგან ამ ჭიათურაში მარტო მშრომელები არ არიან დაზარალებულები, მარტო მაღაროელები არ არიან დაზარალებულები. აქ არიან დაზარალებული სოფლის მოსახლეობა, რომლებსაც ენგრევათ სახლები, რომლებიც ითხოვენ კომპენსაციებს. ერთი სოფლის დავალიანება კომპანიას 13 მილიონი გააჩნია და ამისთანაც 11 სოფელი არის დღეს ჭიათურაში. შუქრუთი, პერევისა, იტყვისი, აქეთ მღვიმევი, დარკვეთი, ხალიფაური, თაბაგერები, ზედარგანი, ბუნიკაური, რგანი და კიდევ ბევრი, რომლებიც განადგურებულია, აღარ არსებობს მწვანე საფარი, ინგრევა სახლები და ამ დროს დაზარალებულ მოსახლეობას გუშინ გადაუარეს. ისიც კი არ კითხეს რისიგულობისთვის იდგენ იქ. გადაუარეს და ძალით ჩართეს
ვენტილატორი. ესეთ მარაზმში ვცხოვრობთ. ეს ვენტილატორი რისთვის არის საჭირო, ესეც რა არის? რისთვის არის საჭირო და განიავდეს 1 წლის გაჩერებული მაღარო, რადგან შეძლოს კომისიამ შესვლა. შევიდნენ და თქვენს რო დანგრეულია. როდესაც 25 მილიონ ლარს სარალს აყენებ 1 წლის განმავლობაში კომპანიის მენეჯერი კომპანიას იმის გულობისთვის რომ არ გადაუხადო მოსახლეობას 13 მილიონი ამ მაღაროების გაჩერება არ არის მოსახლეობის ბრალი. ეს არის შენი ბრალი თვითონ კომპანია, კომპანიის წარმომადგენლებო, ვინც ხართ, კომპანიის მენეჯერები. ხალხს რომელსაც სახლებს უნგრევ, უნდა აუნაზღაურო. ეს არის შენი მოვალეობა. ახლა საკონტაქტო ვინ არის თქვენთან, ან კომპანიიდან ვინ მოდის? არავინ. ვინც კი მოვიდა თითის კნევით. ვითომ დაგვაშინებდნენ. რომ ვერ დაგვაშინეს, აქედან გამომდინარე 4 ჩვენი თანამებრძოლი დაიჭირეს. ესე გქონიათ რომ ახლა უფრო შეგვეშინდება, რადგან დაიჭირეს. მაგრამ არ არსებობს ვარიანტი რომ შეგვეშინდეს, იმიტომ რომ იქ უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი ჩვენ პირიქით გვამხნევებენ. ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო შიმშილობა იმის გულობისთვის კი არა რომ პატიმრობიდან გამანთავისუფლეთო. დაიწყო შიმშილობა იმის გულობისთვის რომ უშუალოდ ხელისუფლების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდეს ჭიათურაში და მოგვისმინოს. ამაზე მეტი გამხნევება, ამაზე მეტი გაძლიერება, ამაზე მეტი ვაჟკაცობა რა უნდა იყოს, როგორ უნდა დაგვახევიონ უკან, როდესაც ხალხს იჭერენ, მაგრამ ვერ აჩუმებენ. რით უნდა შეგვაშინო ნაცი, როდესაც მოდიოდნენ კომპანიის წარმომადგენლები ესე თითისკნევით გველაპარაკებოდნენ. შენ დაგიჭერ, შენ დეინახე რას გიზავ, შენ ნახე რას გიზავ. და ძალიან მალე ამ მუქარებიდან ვისაც კი თითი დაუქნია, ზუსტად ის ხალხი დაიჭირეს. იმ დღეს თბილისში ვიყავით, როდესაც ეს პროვოკაცია მოხდა, ნაწილი თბილისში ვიყავით სასულები, იქ ჟურნალისტებს შევხვდით და როდესაც ეს ინციდენტი, პროვოკაცია მოხდა, იმედმა უკვე გამოაცხადა, არავინ არ იცოდა იქ ვინ იყო, მაგრამ პროკურატურის დასაქმებულმა პროკურატურის რუპორმა იმედმა გამოაცხადა 4 ადამიანის სახელი და ზუსტად ის 4 ადამიანი დააკავეს. რატო დააკავეს? იმიტომ რომ ყველაზე მეტად ყმამაღლა ეგენი საუბრობდნენ. ეს ხალხი სინამდვილეში როდესაც ის ბატონი გაილახა და როდესაც ურტყავდნენ, მივიდნენ და გააშველეს. სკამების გულობისთვის 3 დირექტორს მოუვიდათ ჭუბი ერთმანეთში, მივიდნენ მშრომელი ხალხი და გააშველეს, გადაარჩინეს. ეს გარეწარი არამზადა გამოვიდა და ჩვენება მიცა ამ პატიოსანი ხალხის წინააღმდეგ. სიმართლეც კი არის საუბრა. ამაზე რაღა უნდა ვისაუბროთ. იძახიან რომ ყბა აქვს მოტეხილიო. ფაქტები არსებობს, ზუსტად იმ ღამით ყბა მოტეხილი კაცი როგორ ჭამდა ეგრეთ წოდებულ კალბას და როგორ აყურებდა ზედ ლავაშ პურს. ყბა მოტეხილ კაცს როგორ შეუძლია კალბასის ჭამა, ეს სამედიცინო ენაზე თუ ვინმე შეუძლია განმიმართოს, ბოდის მოვიხდი დღეს.